მორიგი თავდასხმა ქართული ოცნების მხარდამჭერებზე, რომელიც ტრავმატოლოგიურ კლინიკაში მოხვედრით დასრულდა. კოალიციის მომხრეებს უცნობი პირები ფიზიკურად გაუსწორდნენ. ინციდენტი კი რესტორანში მოხდა. მიზეზი ქართული ოცნების გამარჯვებისადმი მიძღვნილი სადღეგრძელო გახდა. ამ დრომდე დაუდგენელმა პირებმა რესტორნიდან გამოსვლის შემდეგ სადღეგრძელოს ავტორები სცემეს. დაზარალებულები თავდამსხმელებს შორის კუდისა და სოდის თანამშრომლებს ასახელებენ. ერთ-ერთი ნაცემის მეუღლე კი ხვდება, რომ ადგილზე მყოფ პატრულს მომხდარზე რეაგირება საერთოდ არ მოუხდენია. ყვიროდნენ, სოდელი ვარ, თანამშრომელი ვარ, თქვენი ესე ანუ ფიზიკური სიტყვერი შეურაცხყოფით ყვიროდნენ, ვინ ხარ თანამშრომლები, მე უწმაწური სიტყვები, მე ვარ თანამშრომელი, გამოდით, ვინ ახართ ესეთი რაღაცებით. ანუ, როდესაც 5 თნის სცემდნენ, მოემატა და გახდა ალბათ 10, არ ვიცი, საიდან და ვინები მოვიდნენ, ყვიროდით პატრულს, არ იყო იქ პატრული, ყვიროდით სასწრაფოს, დაცვა იდგა მაყურებლის როლში, როდესაც მე გადავხდი ქუჩაში და სრულიად შემთხვევით გავაჩერე პატრული, პატრულმა როდესაც გაჩერდა და ვუთხარი, სულ რამოდენიმე 10-15 მეტრის დაშორებით იყვნენ დამნაშავეები, ვანახებდი, რომ აგერ ისინი არიან დამნაშავეები, პატრულმა პასუხი გამცა, ჩვენ უფლება არ გვაქვს, გავეკიდოთ, დავაკაოთ და მოვიყვანოთ. ის უნდა გაიქცეს და შემდეგ ჩვენ ძებნაზე უნდა გადავცეთ და შემდეგ უნდა ვთქვათ. მოვითხოთ პატრულის თანამშრომლებიც დაისაჯნენ მკაცრად კანონის შესაბამისად, ვინაიდან მათ სრული უფლება ჰქონდათ, კანონი აძლევდათ იმის შესაძლებლობას, რომ შემთხვევის დანაშაულის ადგილზე წაასწრეს, შემთხვევის ადგილზევე აღეკვეთათ ეს დანაშაული, დაედგინათ პიროვნებები, გადაეყვანათ დაწესებულებაში და გამოძიება დაიწყებოდა და დღეს ფაქტურად საძიებელი არ ექნებოდა გამოძიებას იმ პიროვნების ვინაობის დადგენა. შემოყვანილი პაციენტებიდან ერთ-ერთს მამაკაცს აღენიშნებოდა მარცხენა მხრის სახსრის ამოვარდნილობა, მეორე მამაკაცს კვირის ტავის მოტეხილობა და მარცხენა წვირის მოტეხილობა და ქალბატონს ცხრილისა და ტერფის ცვლების მოტეხილობა. შესაბამისად იქნა გამოძახებული კონსულტანტები, ნეიროქირურგი, ყმასახის ქირურგი, აღმოუჩნდათ სათანადო დახმარება.